რატომ არის რომ ერთი და იგივე ასაკის, ერთი და იგივე სქესის, ერთი და იგივე განათლების, ერთი და იგივე ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანები აბსოლუტურად სხვადასხვანაირად იქცევიან და აბსოლუტურად სხვადასხვანაირად რეაგირებენ ერთისა და იმავე სიტუაციაზე. უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად რეაგირებთ ერთი და იმავე სიტუაციაზე. რატომ? იმიტომ რომ სხვადასხვა მდგომარეობაში ვიმყოფებით. რას ვგულისხმობ ამ მდგომარეობის ქვეშ? იმას, რომ ადამიანს თავისი განვითარების გზაზე, ზრდასრულ ადამიანს, მე ბავშვებზე არა მაქვს ლაპარაკი, ზრდასრულ ადამიანს თავისი განვითარების გზაზე აქვს სხვადასხვა ეტაპები. ის სულიერი და პიროვნული მომწიფებულობის სხვადასხვა დონეზე იმყოფება. ამ დონეებს გვიხსნის სწორად გრეივზის სპირალური დინამიკა და ამ თეორიის თანახმად პირველი 4 დონე ფაქტობრივად არის თვითგადარჩენის დონე, არის ინფანტილიზმის დონე, არის გაუცნობიერებლობის და ავტომატიზმების დონე. ის დონე, როდესაც მატრიციდან ვერ გამოდიხარ, ეხლა მოდაში არის მატრიცაზე საუბარი. რა არის მატრიცა? ანუ ის პროგრამები, რომლებიც ჩვენში იყო ჩადებული გენეტიკით, აღზრდით, განვლილი ცხოვრებით და ასე შემდეგ. და მხოლოდ მეხუთე სტაფილოსფერი დონიდან იწყება სიამოვნება, შესაძლებელია რეალური ბედნიერება და შესაძლებელია უკვე ჭეშმარიტი შინაგანი ზრდასრულობის მიღწევა. სპირალური დინამიკა გთავაზობთ მე ამ სახელწოდებით კურსს, რომელიც დაყოფილი არის რამოდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე თქვენ ეცნობით აი ამ ძირითად ტიპოლოგიებს. სულ არის ესე იგი ჩამოვთვლი ბეჟი, მელნისფერი, წითელი, ლურჯი, სტაფილოსფერი, მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი. უშუალო პარალელი შეიძლება გავავლოთ ადამიანის ასაკობრივ კრიზისების თეორიასთან და პიროვნული ზრდის თეორიასთან, ასევე კასტანედას მიხედვით აწყობის წერტილის თეორიასთან, თუ ეზოთერული კუთხით შევხედავთ. ასევე შეიძლება პარალელის გავლება მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდასთან. ერთი სიტყვით, თუ თქვენ გნებავთ პასუხის მიღება, თუ განვითარების რა დონეზე ვიმყოფები მე, რა არის ახლა ჩემთვის აქტუალური, რა მოცანები დგას ჩემს წინაშე და რატომ დგას, როგორ გადავიდე მომდევნო დონეზე, რა მელის იმ მომდევნო დონეზე და მინდა კია ამ მომდევნო დონეზე გადასვლა. აი ამას ყველაფერს თქვენ გაივლით სპირალურ დინამიკაში პირველ საფეხურზე. მეორე საფეხურზე ჩვენ განვიხილავთ ყველა აი ამ მე რო ეს განხილვა არ მოხდება პირველი 7-ის ძირითადად ხომ და ყველა აი ამ დონეზე მყოფ ადამიანს როგორ ვლინდება ის ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში, იმიტომ რომ ყველა ერთ დედამიწაზე ვცხოვრობთ რეალურად, ყველას გვჭირდება საჭმელი, ტანსაცმელი, სახლკარი, ფული, ყველაფერი ამისათვის, სიყვარული, გამრავლება, ოჯახი, სამსახური, მეგობრები, ახალი შთაბეჭდილებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თითქოს აი ყველა ერთ მოცემულობაში ვართ, მაგრამ ამავ დროს აი ყოველ საფეხურზე მყოფს ხომ აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება აქვს აი ამ ცხოვრებისეულ მოცემულობების მიმართ, აბსოლუტურად სხვადასხვა мотиваცია არის იგივე მეწყვილის პოვნისა თუ ფულის შოვნისა და მეორე ეტაპზე ჩვენ გავივლით თითოეული ეტაპის წარმომადგენლები როგორ ვლინდებიან ცხოვრების 7-ვე სფეროში.
7 ძირითადი სფერო ბალანსის ბორბალის მიხედვით თქვენ იცით. რაც შეეხება მესამე ეტაპს, ჩემი კურსის მესამე ეტაპი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც ტრანსფორმაციული კოუჩინგი აქვს ჩვენთან დამთავრებული. რატომ? იმიტომ რომ ტრანსფორმაციულ კოუჩინგში თქვენ შეისწავლით ინსტრუმენტებს. კოუჩინგურ, ფსიქოლოგიურ, ეზოთერულ ინსტრუმენტებს, რომლების გამოყენებაც უკვე მესამე ეტაპზე მოხდება და კი იყო პრეტენზია, რომ რატომ ტრანსფორმაციული კურს დამთავრებულებისთვისო, მაგრამ მე ვერ გასწავლით თქვენ გამრავლებას და გაყოფას თუ მიმატება და გამოკლება არ იცით და ეს მეტაფორულად რო ვთქვათ, ხო? სწორედ აი ამ მიმატება გამოკლებას სწავლობთ ტრანსფორმაციული კოუჩინგის კურსზე. და მესამე ეტაპი არის უკვე სპირალური დინამიკის სპეციალისტი, ანუ როგორ დაეხმარო ადამიანებს დონიდან დონეზე გადასვლაში, ხომ? როგორ შეუწყო ხელი მათ პიროვნულ და სულიერ ზრდაში. აქვე მინდა გითხრათ, რომ ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი მოცემულობა, როგორიც არის ფული, ხომ? ყოველ ეტაპზე, აი დონეების მიხედვით, ხო? თუ პირველ დონეზე ხარ, თვითგადარჩენის დონეზე ხარ და იქ არაფერ რაღაცა განსაკუთრებულ კარგ ცხოვრებაზე და კარგ შემოსავალზე არ არის საუბარი. თვითგადარჩენა, რომ რაღაცა აი ელემენტარული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო. და რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ შენი პიროვნული განვითარებისა, მით უფრო მეტი არის ის ფულიც და ამ კუთხითაც ძალიან საინტერესოა. ასე რომ შემოგვიერთდით სპირალური დინამიკის კურსზე, დაიწყეთ. პირველი ეტაპი ძალზედ ხელმისაწვდომი ფასია, ფასდაკლება მოქმედებს ისევ და მოსინჯავთ თუ მოგეწონებათ, განაგრძობთ სწავლას. თუ საკმარისი იქნება ის, რაც პირველ ეტაპზე არის ინფორმაცია, არ განაგრძობთ, ეს უკვე თქვენი არჩევანი იქნება, მაგრამ ზოგადად ჩემი მოსაზრებით ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს პრეტენზია განვითარებაზე და შინაგან ზრდაზე, ისევ ესეთი ცოტა გაცვეთილი სიტყვებია პიროვნული და სულიერი ზრდა, მაგრამ რეალურად სწორად ამისთვის მოვდის ჩვენი სული ამ ქვეყანაზე. თქვენთვის ვისაც გაინტერესებთ ეს ზრდა, თქვენთვის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი ძვირფასი ინფორმაცია არის. და პლუს უყურეთ ძალიან ბევრ კითხვაზე გაეცემა პასუხი. აი რატომ მოიქცა ის ადამიანი ესე, რატომ მომექცა ასე, რატომ მოქმედებს ისე. აი ბევრი კითხვა გაქრება, იმიტომ რომ გასაგები გახდება. ის არის ამ დონეზე, მისთვის აი ეს არის მნიშვნელოვანი, მის წინაშე ახლა აი ეს ამოცანები დგას, ამიტომ იქცევა ის აი ესე. მაგალითად, მაგალითისთვის ხო, ასეთ ისტორიას გაგიზიარებთ წინსრევით. პირველ ბეჟ დონეზე მყოფ ადამიანს არასოდეს არ უნდა ასესხო ფული, იმიტომ რომ ის არასოდეს არ დაგიბრუნებს. აი ეს თქვენ წარმოიდგინეთ და აი ესეთი რაღაცები რომ იცი როგორ ამოიცნო ადამიანი რომელ დონეზეა და იცი მასთან მიმართებაში რა შეიძლება, რა არ შეიძლება რომ გააკეთო და შესაბამისად ნაკლებ პრობლემას აწყდები, ნაკლებად ტრამვირდები სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებისას, შენი თავის უკეთესად გესმის. დაინტერესდით, მოგწერეთ და გელოდებით სპირალური დინამიკის კურსზე.